პირველ რიგში თვითზრუნვა არის ის, ვაქცევდეთ ჩემ თავს ფოკუსში, მაინტერესებდეს ჩემი თავი და ვინტერესდებოდეთ ჩემი ემოციური მდგომარეობით, ისევე როგორც ფიზიკური მდგომარეობით. თვითზრუნვის ერთ-ერთი ნაწილი არის ის, რომ მე მაგალითად ყოველდღე ვაზიარებ ჩემ ემოციებს, შემიძლია გამოვხატო განცდების სურვილები, დამოკიდებულებები და ხშირ შემთხვევაში ამაზე მივიღო ძალიან პოზიტიური უკავშირი. მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ხოლმე გამოცდილებები, როდესაც სოციუმიდან მოდის ესა თუ ის ნეგატიური კომენტარი, რომ რად გინდა თვითზრუნვა, ან რატომ აკეთებ. შენ თავზე ხარ ჩაციკული? კი, ამხელა ფოკუს შენ თავზე, მე ხდება მოწერო ნარცისული ტენდენციები გვაქვს და ხშირ შემთხვევაში ეს მატრაუმირებელიც არის ხოლმე. სწორედ ამიტომ თვითზრუნვისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ, რომ მე ვარ ფოკუსი ამ შემთხვევაში როგორც პიროვნება და ვინტერესდები იმით, თუ რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. რა არის, რაც შემიძლია შევცვალო, რა არის ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ და რაც მთავარია, თუ კი მე ვერ უმკლავდები, სწორედ ვინ მინდა ჩავრთო და რომელი ტიპის სპეციალისტი იქნება, თუ ახლობელი მეგობარი იქნება, ვინ გამიწიოს ამ სიტუაციაში ჩემი მეგზურობა, გვერდში დგომა თუნდაც. სწორედ აი ამის სწავლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სამწუხაროდ დღესდღეობით ჯერ კიდევ უჭირთ ადამიანებს. აი, როდესაც ვლაპარაკობთ საკუთარ თავს მოусმინოთ, ამითი დაიწყეთ თქვენ საუბარი. როგორია ეს პროცესი? ანუ უნდა დარჩენ მარტო, შენ თავს დაუსვა კითხვა, ჩაუღრმავდე შენ ფიქრებს და ემოციებს, რა საიდან მოდის, აი, რა ფორმით უნდა მოусმინოთ ტექნიკურად, რომ აი მაყურებელს შეეძლოს ამის გამეორება საუბარი. ალბათ ეს დასწავლადია, ნინო, ხო? არც გარკვეული ინსტრუმენტები, რომელიც შეგვიძლია რომ თუნდაც ჩვენ ახლა მაყურებელთან ერთად დავისწავლოთ და შემდეგ უკვე აუწყოთ რაღაცნაირად შევეცადოთ მაინც ფეხი. ეს ძალიან მარტივად დასწავლადია და მთავარი ამბავი ამ ყველაფერში არის მონდომება, ვინდომებდე მე ჩემი თავის ფოკუსში მოყვანას. ჩვენ გვაქვს აღქმის 5 ორგანო და ამ 5 ორგანოს მეშვეობით შეგვიძლია სოციუმთან, სამყაროსთან შევიდეთ კონტაქტში და სწორედ ამ აღქმის ორგანოების გავარჯიშება გვაძლევს საშუალებას, რომ მეტად ფოკუსში მოვაქციოთ საკუთარი თავი. და როდესაც ვსაუბრობთ ინსტრუმენტებზე, ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე თერაპიული ინსტრუმენტები და თერაპევტის კაბინეტში მუშაობა, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ ყოველდღიურობაში გადმომეტანა ეს ინსტრუმენტები და ყველა ადამიანისთვის მიმეცა საშუალება, რომ თავისთვის გამხდარიყო მასპინძელი თერაპიული სივრცის. და თერაპიული სივრცე მოეწყო იქ, სადაც იქნებოდა. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა თითოეული ჩვენგანისთვის, მოვიწყოთ მყუდრო გარემო და დავიწყოთ თვითზრუნვა. სწორედ ამისთვის მე თქვენ მოგიტანეთ პატარ-პატარა საჩუქრები და მე უბრალოდ შევხედავ მისია. ეს არის ალოთერა. ნინო დღეს ჩვენთან, რომელიც შეიცავს ძალიან საინტერესო კონტენტს. მაყურებელსაც რომ აუხსნათ, ჩვენ გავიარეთ გარკვეული პატარა ტესტირება, რომელმაც ინფორმაცია მიისცა, ასე ვთქვათ, ნინოს, თუ რა, ასე ვთქვათ, შედეგები იქნება უკვე აი ამ ყუთში მოთავსებული, ამას რა თქმა უნდა გზადაგზა გაგვიზიარეთ. ალოთერას Facebook-ზე ეს არის ბოქსი, რომელიც იქნება თქვენი პერსონალური ფსიქოტიპის მიხედვით. ტესტირება, რომელიც თქვენ გაიარეთ, არის შექმნილი ჩემს მიერ და აქ არის ინფორმაცია, რომელიც მაძლევს დაახლოებით დამოკიდებულებას, რა ხდება ახლა თქვენს თავს, რა არის, რაც გჭირდებათ და რა რესურსები უნდა გააძლიეროთ. სწორედ ამისთვის მუშაობთ, რომ 5-ვე აღქმის ორგანო გავაძლიეროთ. მე თან გადმოგცემთ ეს არის ბოქსი. არის რეალურად ონლაინ ხელმისაწვდომი, დაგჭირდა სადღაც 3 წუთი მოვამედრებთან გავარტყავთ ეს 3 წუთი დამჭირდა პირადად მე იმის შემახსო ძალიან იოლი კითხვები ძალიან დიდი მადლობა. ერთი კვირა ხო თაკოველოდებით. არის ეს ველით შედეგი. სხვათა შორის აი არომატებზე ჩვენ თაკო ხშირად ვლაპარაკობთ, თქვენ აღნიშნეთ აი 5 შეგრძნება, რომელიც ადამიანს აქვს. აი არომატი ერთ-ერთი მგონია, რომ წამყვანია, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს მოგაგონებს, ისეთ აი სიღრმეებში წაგიყვანს წამის მიასეთში და ასევე არომატს აქვს უნარი, რომ დაგამშვიდოს. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ყნოსასთან ერთად არის კიდევ 4 სენსორული უნარი, ხო? ყვების ნაწილი, რა თქმა უნდა, აქ არის ხედვა. და თითოეულ ნაწილთან მიმართებაში ბოქსის განსაკუთრებული ნაწილია შექმნილი, აი ხან ნინუცას უკვე თავისთვის დამზადებული სანთელია. არის ეს რა თქმა უნდა. აი ესა ის ზუსტად ის არის რაც მე მამშვიდებს. ის ნაწილი, რომელიც ნახეთ ღობასთან ერთად გარდაიქცევა ლოსიონად, რომლითაც კანზე კონტაქტზე მუშაობთ.
ლღობასთან ერთად სანთელი როდესაც იწვის, იქცევა ლოსიონად, რომელიც არის კანის დამატენიანებელი ერთგვარად. ეს სანთელი. ეს არის ინოვაციური ნაწილი, რომელიც ამ შემთხვევაში დაურთეთ ბოქს და ჩვენ რაც გვიჭირს ხოლმე თერაპიაში ხშირად არის მოვიდე კონტაქტში საკუთარ კანთან და ხშირად ამაზე რაღაც ნეგატიური უკავშირებიც მოდის ხოლმე, რომ რატომ შეიძლება ვეხებოდე ჩემს ხელს და იყოს სასიამოვნო. სწორედ ამისთვის ლღობის დროს სწორედ აი ეს კარგი მე არა. ლაშა. მაინტერესებს შენთვის კომფორტული სუნი და სურნელი როგორია? ისეთი ტკბილია ლაშა, რას როგორიც არის ლაშა, ისეთივე ტკბილი სუნია გავლენას. ეს არის აღქმის ნაწილი. აუ ეს რა არის? მათაშორის მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ ნინო ვიდრე აი თქვათ უფრო დეტალურად ჩაუღრმავდებით რომელი კომპონენტი რა ინფორმაციის მიმანიშნებელი იყო თქვენთვის რომ მაშინ როდესაც სანთლის შერჩევისას აი არომატებს ვსინჯავ ხოლმე ვერასდროს პოულობდი ისეც როგორიც ჩემთვის იყო ასე ვთქვათ სასურველი და აი ეს ის სუნია ზუსტად სადაც მე დარწმუნებული ვარ რომ იგივე სახლის პირობებში და ძალიან სიმშვიდეს მომგვრის ასე ვთქვათ შეგიძლიათ ეს გამოიყენოს სისუფთავის სუნთან დაკავშირებული ჩემთვის ასოციაციაში ეს იყო დაახლოებით აი კონცეფცია მაყურებელს აუხსნათ რა იყო იმ შეკითხვების ასე ვთქვათ ჩამონათვალი რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ რითიც თქვენ გარკვეულ დასკვნებამდე მიხვედით და შემდეგ უკვე მოკლედ შევაფასოთ თითოეული ბოქსი თითოეული შეკითხვა მაძლევს ინფორმაციას თქვენი ეხლანდელი მდგომარეობის შესახებ საჭიროებების შესახებ შესაბამისად ხუთივე აღქმის ორგანოზე რა უნდა გავაძლიეროთ ამაზე ხდება მუშაობა შესაბამისად თითოეულ ნაწილში გვაქვს ჩვენ არომატ მემართებაში ხელნაკეთი ჭხირები, რომლებიც იქნება ბელგიაში სპეციალურად და ჩამოდის საქართველოში. ეხლა ხელში თაკო გიკავია შენ ჩაი, რომელიც ბუკეტიც არის შექმნილი ჩემს მიერ და მასში თავმოყრილი არის მთელი მსოფლიოდან ჩაის ნაკრები. აქ არის ხელით დაკრეფილი შრი-ლანკური ჩაი, ტაილანდური ჩაი. გურული ქართული ჩაი მას შორის. რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი ხელოვნური ნაწილი. და თითოეული ჩაიც იქნება თითოეული ადამიანისთვის. და ნახეთ რა არის, თქვენ უკვე გახდით ამ ბოქსის მასპინძლები. შესაბამისად, თქვენ არ ხართ ადამიანები, ვინც უბრალოდ ბოქსთან კონტაქტობთ. თქვენ მასპინძლობთ უკვე სივრცეს. ესენი გაერცნენ. სამყანები დავკარგეთ. ამათ რაც აქვთ იმაზე მაგარია ჩემი ყველა. მადლობა. კი, ჩემო. ეგრეა, შევ ყველაზე მაგარი რა თქმა უნდა და შეგიძლიათ გამოყენების დროს ესეთ პატარა ინსტრუქციაც მაქვს ხოლმე და დართულიც არის ფურცლებზე დააყენოთ არომატული ჩაი, ანთოთ სანთელი, ანთოთ სურნელოვანი ჭხირი. მიწის ტიქნისთვის არის ხელნაკეთი საგვისმენს რა სანთელი დავანთო, რა ჩაი მოვადუყო, ორი ბავშვი იქ, მეუღლე საჭმე, დედამთილს მოუარე. 15 წუთი ჭირდება ამ ყველაფერს, რომ რელაქსაცია შემოვიტანოთ და დამიჯერეთ 15 წუთი დღეში არის მინიმუმი ის, რაც გვჭირდება, რომ მოვიდეთ კონტაქტში. გარდა ამისა, ბოქსი ერთიანდება კითხვებით, რომელი კითხვებზეც მეტნაკლებად თქვენ უკვე უპასუხეთ შევსების დროს და რა პატარა ასეთ ინფორმაცია, შეგიძლია რამდენიმე სიტყვით თქვათ გაგვიზიაროთ ჩვენც და თქვათ მაყურებლისთვისაც რომ საინტერესო გახდეს, რატომ შეიძლება მას მოუნდეს ამ ერთგვარი ტესტის გავლა შემდეგ და ასეთი ბოქსის შექმნა. მაგალითად, ტესტის პასუხებიდან გამომდინარე, თქვენ გხვდებათ ხელნაკეთი წერილი. ხელით დაწერილი წერილი. ხელით დაწერილი წერილში ზუსტად მაქვს ახსნილი რა ნაწილები იყო თქვენთან, ესე ვთქვათ, კითხვარიდან გამომდინარე. ინდივიდუალური წერილია, რომელიც იწერება თქვენთვის პერსონალურად. მურანოს კალმით და კი რა თქმა უნდა და ამას თითოეული ადამიანისთვის ვწერ მე თავად, რათა კითხვარიდან გამომდინარე დაახლოებით, როდესაც უკვე შთაბეჭდილება მექნება, მივწერო უკავშირი, რა საჭიროება შეიძლება მას ქონდეს, რა დაეხმარება, თუ ჭირდება თერაპია, თერაპიის შესახებ ინფორმაცია, ან სხვადასხვა, ესე ვთქვათ, გამამხნევებელი ფრაზებიც კი. გარდა ამისა, სწორედ ამ კითხვარიდან და კითხვებიდან გამომდინარე, შავ ფურცელზე, რომელიც არის პირველი ფურცელი მგონია რომ ზუსტად პასუხი არის შენ კითხვებზე. აქ ხდებათ QR-ი. რომელზე ატირდი? აუ ზღვის ენერგია მინდა გაჩვქოდე, მე პირადული რაღაცები წერია და ძალიან თბილი და პერსონალური ის არის. ასევე პერსონალური ნაწილი ხდება შენ მელოდია QR კოდზე. QR კოდს როგორც კი დაასკანერებ, შენთვის შექმნილი მელოდია არის. ეს მელოდია არ მეორდება და სპეციალურად სამივესთვის არის შექმნილი. და ყველა ბოქსის მასპინძელს დახვდება სმენის ნაწილში მელოდია, გემოს ნაწილში
ნაწილში ჩაის ინდივიდუალური ბუკეტი და სმენის ნაწილში წყვილში უნდა იტირო. მე არ წავიკითხავ, თორე შეიძლება სამივე ერთად ვიტიროთ და ამიტომ აი ვინიცებოდი. ეს არის სპეციალიზმის ნაწილი, რაც შეგიძლია გაკეთდეს. ხელა სიყვარული ვიგრძენი, რომ აი ხა რაღაცა იმიტომ ვერ დავმალე ჩემი ემოციები ბოდიში. პატარა დეტალები და ყურადღება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმდენი პატარა ლამაზი დეტალისგან და ზრუნვისგან და ფიქრისგანაა შემდგარი ეს ბოქსი, რომ არ შეიძლება ზრუნვის გული ბოქსი. არ აუჩვენოს. ეს თვით ზრუნვის კი არა, ნინოს მიერ ჩვენზე ზრუნვის ბოქსი უფრო გამოვიდა. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ის ნაწილიც მოდის, რომ თითოეული თქვენგან, როდესაც ამ კითხვებს, რომლებიც მოდის თვითრეფლექსიის პასუხობთ სახლში, ნახულობთ რა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. თუნდაც ჩაანაცვლოს რაღაც მომენტში თერაპევტიც კი არ გულისხმობ რო კლინიკურ სიტუაციებში, არამედ როდესაც დასვენება მინდა, რელაქსაცია, გაზიარება მინდა, სწორედ აი ამ ნაწილზე ვაკეთებ აქცენტს. გარდა ამისა, თითოეულ ნაწილში, რაც მოდის ბოქსთან ერთად, არის ნაგულისხმები თქვენი ემოციები, თქვენი განცდები, თქვენი დამოკიდებულებები. შესაბამისად, კითხვებით სპეციალურად იქნება და არ არის კითხვები, რომლებიც მეორდება და თითოეულს თვითრეფლექსიის, აი თაკორაც ხელში გიკავია სხვადასხვა კითხვები გაქვთ აბსოლუტურად. ეს არის კითხვები, რომელთანაც მე მომიწევს პასუხის დაცემა და მარტო დარჩენა. რა თქმა უნდა. და თვითზრუნვის ძალიან დაწება ბევრი შემდეგ. გიშრომია და მადლობა ყურადღებისთვისაც და დაფასებისთვისაც თქვენ არ გეგონოთ რომ მე არ ამაქვს ეგეთი წერილი. ყველა ყველაზე მაგარი და კარგი შენია, ხო? ხო, რა თქმა უნდა.